მოგესალმებით. დღევანდელი გადაცემის ლაიტმოტივი იქნება პროექტის იდეების წარდგენის კონკურსი, ეგრეთ წოდებული pitching-ი. ეს ტერმინი ჩვენი მაყურებლისთვის უცხო არ არის, ჩვენ უკვე ვისაუბრეთ pitching-ის შესახებ, როცა ვესტუმრეთ თელავის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალს. მთავარი კონცეფცია ამ კონკურსის მდგომარეობს იმაში, რომ სულ მცირე დროში ისე უნდა წარადგინოს ხელოვანმა თავის იდეა, ჟიურის წევრები დაინტერესოს და დაფინანსება მოიპოვოს. ეს არის საკმაოდ დიდი გამოწვევა, როგორც დამწყები რეჟისორებისთვის, ასევე უკვე გამოცდილი რეჟისორებისთვის. ახლა ბათუმში მიმდინარეობს ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი TOPUS-ი. დღეს არის 15 ნოემბერი. გამოვლინდებიან გამარჯვებულების სულ ცოტა ხანში. სწორედ დღეს შედგა pitching-ის კონკურსიც და კონკურსანტი უნდა გაგაცნოთ და ის გაგვიზიარებს თავის ემოციებს. ლინა აქულაშვილი, მოგესალმებით ლინა. მადლობა რომ ხარ ჩვენი სტუმარი და წარმოდგენილი აი ამ ძალიან საინტერესო თოჯინასთან ერთად, ხომ? და ბუნებრივია ლოგიკურად ხვდებით, რომ ანიმაციური ფილმების ფესტივალზე ვსაუბრობთ და ალბათ მომავალი ანიმაციის პერსონაჟი ზის ახლა ჩვენთან ერთად, ხომ? ისიც რაღაც დამოუკიდებელი სტუმარია თითქოს თეთრი კვადრატის. ლინა, სულ ცოტა ხნის წინ დამთავრდა pitching-ი, ბუნებრივია ეს ემოციები ჯერ კიდევ გექნება გამოყოლილი, გაგვიზიარე რას გრძნობ და რამდენად ხარ კმაყოფილი ენი წარდგენით. ზოგადად ყოველ pitch-ზე ვცდილობთ ხოლმე რომ ძალიან მოკლედ გადმოვცეთ ის ჩვენი სათქმელი, რაც გვინდა რომ ჩვენი პროექტებით გავაგებინოთ ჩვენს მაყურებელს. ამჯერადაც ძალიან საინტერესო პროცესი არის, როდესაც ისმენ სხვადასხვა აზრს, თავიდან ეცნობი ფაქტობრივად შენს პროექტს და ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ხედავ რეაქციებს, რა რეაქციებიც მოყვება შენს რამდენი წუთი გაქვთ pitching-ის დროს? Pitching-ის დრო ამ შემთხვევაში ქონდა 7 წუთი მაქსიმუმ. ჩვენ უფრო ნაკლები დრო გვაქვს და მოდი მოგვიყევი იდეის შესახებ. აი თითქოს ისევ pitching-ზე ხარ, ჩვენი მაყურებელი დავაინტერესოთ. პერსონაჟი უკვე მოგწონს და უკვე გვაინტერესებს. მოკედეს ეს არის პატარა ბიჭუნა, რომელსაც ასევე ყავს პატარა მეგობარი, ბოდიში თუ ვერ მოგიყვანეთ დღეს. თუ ხო, ცხოვრობს პატარა ბაღში, სადაც დგას დიდი ძველი კარალიოკის ხე და ანუ ამ კარალიოკის ხისგან სხვა სეზონებზე იღებს სარგებელს, თუმცა რაღაც მომენტში გაბრაზდება ეს ბიჭუნა და გადაწყვეტს, რომ მოჭრას ეს თავისი საყვარელი კარალიოკის ხე. პროტესტია თითქოს პერსონაჟის. აფექტის მდგომარეობაში უფრო ემოციურ ფონზე, იმპულსურად, რაც ბავშვებს ხშირად ემართებათ ხოლმე, ნუ მათთვის ის ემოციები, რაც შეიძლება აქამდე განცდილი არ ქონდეთ, პირველად როცა ეჯახები მსგავს ემოციებს, შეიძლება კი რა ჩვენც ხშირად მოგვდის, რომ ვერ ვაკონტროლებთ საკუთარ ემოციებს და ვაკეთებთ ისეთ რაღაცებს, რაც შემდეგში სანანებელი და თავშესახლელი გვიხდება. ну, მოკლედ ჩემი პროექტიც ამ სინანულთან, დანაკარსთან გამკლავებაზე არის თავი იდეა. ლინა, თოჯინურ ანიმაციაზე აპირებ მუშაობას, ესე იგი, ხო? გადაწყვეტა stop motion-ში გამიკეთებინა. აი, რატომ stop motion-ი? ეს არის, ვფიქრობ, ყველაზე დიდ შრომას მოითხოვს ანიმაციის ეს სტილი, ხო? ჯერ დამზადება, თოჯინების შემდგომ ამძრავ გავზიაროთ მაყურებელს. კი, გუნდის გარეშე ძალიან რთულია მარტომ გააკეთო stop motion-ი. ეგ სირთულე ნამდვილად ახლავს, თუმცა ჩემთვის stop motion-ი, ну, ბავშვობიდან იყო ისეთი მედია, რომელიც, აი, რო ვუყურებდი ფილმებს, მეგონა რომ მეც შიგნით ვიყავი და მეგონა რომ ჩემი ოთახის კუთხეში ხდებოდა ეს ყველაფერი და ჩემი თოჯინები იყო და მინდოდა რომ მეც მსგავსი რაღაც ბავშვებისთვის გამეკეთებინა. თან ბავშვი როდესაც ხედავს ამ თოჯინებს, რომ მქონდა ეგ გამოცდილება უკვე, რომ ისეთი რეაქციები მოყვება თვითონ რომ უყურებ ფილმს და მე მაგ ფილმის პერსონაჟს ხელში იჭერ, ეგ არის რაღაც სასწაული შეგრძნება. კი, შენ აჩენა ამ პერსონაჟს თავისი ისტორიით, ხო, როგორც მშობელს ეგეთი განცდა გაქვს და გულმხურვალება. მოგვიყევი სად დაეუფლე stop motion ანიმაციას? ვახსენოთ პედაგოგებიც, რომლებიც დიდ წილს შრომას დებენ ახალ თაობაში, იმიტომ რომ ანიმაციის ეს ფორმა თითქოს არსობს ეს თეატრზე, ნელ-ნელა თითქოს უნდა მიეცეს დავიწყებას, ხელოვნური ინტელექტი გააქტიურებულია და რაღაცები მეტად გამარტივდება, ერთ წუთში შეიქმნება ანიმაცია და აღარ დასჭირდებათ არტისტებს ამდენი გარჯა. თუმცა შენ ვიცი რომ პედაგოგები, თქვენი პედაგოგები არიან ის ადამიანები, რომლებიც ცდილობენ სწორედ აი ამ ოსტატობის და ამ ხელობის შენარჩუნებას და ახალი თაობისთვის გაზიარებას. მე ზოგადად ყოველთვის ვფიქრობ, რომ ვარ
ძალიან იღბლიანი ადამიანი, იმიტომ რომ ჩემს შემოქმედებით გზაზე ყოველთვის ხდებოდა ისე, რომ ხდებოდი ისეთი ადამიანის გარემოცვაში, რომლებმაც მართლა აი მაგალითად ჩვენს ხუმრობთ ხოლმე, შიდა ხუმრობა, ესე ვეძახით ხოლმე, რომ ჩემი მენტორი ხათუნა ტატუაშვილი, სულ გვეუბნება ხოლმე, რომ მე გიშვილეთ ანიმაციაშია და ვეძახით ჩვენს ანიმაციის დედიკოს. და ხათუნა გავიცანი მე სტუდია ფანტასმაგორიაში, სადაც გავიარე 3 თვიანი კურსი. ნუ ამ 3 თვიანი კურსის განმავლობაში ვფიქრობ, რომ ჩემი მაქსიმუმი გამოვავლინე ამ სფეროში და მოხდა ისე, რომ დავრჩი შემორჩი სტუდიაში როგორც ანიმატორი და ზუსტად მაგ სტუდიაშიც ვაპირებ, რომ განახორციელო ჩემი პროექტი. ლინა, რა ხელშეწყობა გჭირდებათ იმისთვის, რომ ბოლომდე განახორციელოთ თქვენი იდეა? Pitching-ის კონკურსის პასუხს ელოდებით, გარკვეული თანხა არის პრიზი, ვნახოთ ვინ გახდება გამარჯვებული დღეს ხომ და თუ კი გაიმარჯვეთ, ამ შემთხვევაშიც მაინც დაგჭირდებათ ხომ გარკვეული დამატებითი მხარდაჭერა და მოგვიღებით აბა რა გჭირდებათ? საბედნიეროდ, როგორც უკვე ვახსენე, ვარ იღბლიანი ადამიანი და სტუდია ხელს მიწყობს იმისთვის, რომ უკვე დავიწყო გადაღება, თუმცა ისინი მეხმარებიან, მაფინანსებენ სეტით, კამერით, განათებით, გუნდით, თუმცა მასალები რაც რეალურად stop motion-ში ხალხ ჭირდება რომ გავაკეთოთ პერსონაჟები, გავაკეთოთ დეკორაციები, თან ავირჩიეთ ისეთი ტექნიკა, რომელსაც ჭირდება ძალიან ბევრი ტესტინგი და ზუსტად მაგიტო გჭირდება უკვე მზად ვართ რომ დავიწყოთ ტესტები, გადაღებული უკვე რამდენიმე და გჭირდება რომ გავტესტოთ მოკლედ ეს ჩვენი უკეთ არ დუნდებით ხო პროცესში ხართ და დღითი დღე ვითარდება პროექტი ხო? ეს არის მნიშვნელოვანი, მუდმივად ტონუსში ყოფნა, არასდროს არ უნდა ჩაიქნიოს ხელი ხელოვანმა, ხომ? ბოლომდე უნდა სჯეროდეს თავისი იდეის. ძალიან დიდი მადლობა ლინა, რომ ვიყავით თქვენი წარმატებებს გისურვებთ და იმიტომ მალე ვიხილავთ უკვე სრულფასოვან ანიმაციას ამ არაჩვეულებრივი პერსონაჟის შესახებ. გადაცემა გრძელდება ქუთაისის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალის pitching-ის კონკურსის მონაწილეებს გაგაცნობთ რამდენიმე წუთში. შეგახსენებთ ქუთაისის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალს ვესწრებით, ინდუსტრიული პლატფორმის ფარგლებში შედგა pitching-ის კონკურსი და კიდევ ერთი კონკურსანტი უნდა წარგიდგინოთ, აგიო ჩორჩანელი. მოგესალმები. გიორგი ქვია აგიოს, თუმცა ეს არის ფსევდონიმი, ხომ და ჩვენ ვთქვით, სანამ დავიწყებდეთ ინტერვიუს იქამდე, რომ მოვყვებოდით ისტორიას, რატომ აგიო ჩორჩანელი, რატომ ეს ფსევდონიმი. ესე მიცნობენო, ესე მითქვა აგი. Ну, მოკლედ რომ თქვა, ჩორჩანელი გვარი არის ძალიან ძველი გვარი. ეს გვარი უკვე მკვდარია შუა საუკუნეების შემდეგ. და შთამომავლობას, რომელიც ამ გვარის სისხლს ატარებდა, გადაიცა ყველაფერი და ისინი იყვნენ ხურციძეები, ჩორჩანი არის სოფელი ასეთი. და ხურციძე მოდის ჩორჩანელიდან და გადავწყვიტე რომ დამერქვა ფსევდონიმად. და უბრალოდ ერთ დღეს შემოთავაზა ჩემმა ძმამ, რომელმაც აგაბო შეირქვა, რომ შენ აგიო დაიწერეო და აგიო ჩორჩანელი მოხდა ერთმანეთს და. როგორ ადაპტირდი ახალ სახელთან? შენი ალბათ უფრო გიორგი. თუნდაც ქუჩაში რო იძახენ სიტყვას გიორგი, ვიხედებოდი სულ და სულ სხვაზე ვიხედებ. აგიოს როცა იძახენ მარტო მე ვარ. არა, საინტერესო ჯგერს აშკარად დღეს აი pitching-ზე რო წარადგინეს აგიო ჩორჩანელი იტყვის ახლა თავის იდეას, უკვე საინტერესო იყო. მოგვიყევი, აბა გავუზიარე ჩვენს მაყურებელს შენი იდეის კონცეფცია. ყველაფერი არ თქვათ, რა თქმა უნდა, საავტორო უფლებებს ვიცავთ იდეების, თუმცა რა არის მთავარი სადგივარი აგიოსში? ჩემი მთავარი სადგივარი ამ იდეით იყო ის, რომ მთელი ბავშვობა გავატარე მარტოობაში. ახლობით 13 წლის განმავლობაში ვიყავი სახლში და არ შემიძლია გასვლა სახლიდან. ეს რატომ? ჩემი მშობლები ცხოვრობენ საზღვარგარეთ და ვიზრდებოდი ბებიასთან, რომელიც ძალიან ღელავდა ჩემზე, რომ დატოვებული ბავშვია, ამე არ მოვიდეს, ისა დებულდა და ამიტომ საქმე თვლიდა რომ ესე უფრო უსაფრთხოდ იქნება. 13 წელს რო გავხდი წამოვედი სახლიდან და დავწყე მარტო ცხოვრება. და ანუ სადგივარი ის იყო, რომ რაღაცები მოხდა ამ სახლში ყოფნის დროს, რაც არ უნდა მომხდარიყო. და კინაღამ შემიწირა მარტო ყოფნა. როგორც pitching-ში მოვყევი და ფაქტობრივად ხშირად ჩვენ მაყურებელს ვეუბნებით, რომ ზოგჯერ ლოკაცია ფილმში არის პერსონაჟი.
აი თქვენს იდეაშიც ასეა, აივანი არის ფაქტობრივად პერსონაჟი. რა თქმა უნდა, აი აივნის იდეური დატვირთვაც რომ გაუზიაროთ ჩვენს მაყურებელს, რას გულისხმობს ეს ლოკაცია? აივანი იყო ერთადერთი ადგილი, სადაც შემოძლო სახში მეგზნო თავისუფლად თავი, მის გამო რომ როდესაც აივანზე ვიდექი და უყურებდი ბავშვებს როგორ თამაშობდნენ, წარმოვიდგენდი რომ ეს მათთან ერთად ვიყავი. და ეს მაძლევდა დიდ სიამოვნებას და ძალიან ისე ჩამჩაი, აი სახლიდან იმ სახლიდან თითქმის მარტო აივანი მახსოვს, რომ 5 წლამდე ცხოვრობდი იქ და ყოველთვის აივანზე ვიყავი. რაღაც ვიდეოებიც არის, სადაც აივანზე ვარ და რაღაცებს თამაშობ ჩემს. აი არ ვთქვათ, მოდით, თავარი ინტრიგა ამ ფილმის, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად დღის სინათლეს ეს იდეა იხილავს და იქცევა ფილმად, ხომ? თუმცა ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ არის სურეალისტური და ცოტათი მეტაფორული და როგორ აპირებთ აი ამ თითქოს სურეალიზმის გადმოცემა საინტერესოა. შეიძლება სურეალიზმი, მაგრამ მართლა ნამდვილი ისტორია არის. აჰა. ყველაფერი. ისტორია ნამდვილია, თუმცა იქ არის რაღაცა უცნაურობა. ეგ დეტალიც ნამდვილი არის მართლა. და როგორ ვაპირებ? ფილმის იდეა არის ესეთი, რომ მთელი ფილმი იქნება ორიენტირებული ბავშვზე. კამერა იღებს მხოლოდ ბავშვს. არც ერთი ზრდასრული ფილმში არ ჩანს. ამით გამოიკვეთება, როგორ გზნობს ბავშვი მხოლოდ თავის თავს რაღაც გარემოში, იმიტომ რომ იქ ოთახში მშობლები დადიან, ლაპარაკობენ ისეთ რაღაცებს, რაც ბავშვთან არ უნდა ლაპარაკონ წესით. და ბავშვის გადმოსახედი, მარტო თვალები, მისი ქცევა, მისი გამომეტყველება, ამ ყველაფერს მინდა აღწერო, როგორი არის მარტო ბავშვისთვის. და როგორია მეგობრის შეძენა. ანუ ფაქტობრივად აგიო უნდა იპოვო, ხო, პატარა? არ მჭირდება პოვნა, იმიტომ რომ ყავს 5 წლის დიშვილი, რომელიც ზუსტად ჩემი ასლი არის ბავშვობის, თუნდაც არტისტულად, თუნდაც ქცევებით, გარეგნობით, ყველაფრით და იმიტომ ამებადა ამ ფილმის იდეა, რომ ყოველთვის, როდესაც სახლში მივდივარ მასთან, თხოვს რომ ბიძია გთხოვ არ მოიყე ტელეფონი და მაღებებს რაღაცას და იქ სულ რაღაც როლს თამაშობს რა. და ძალიან მარტივად შეუძლია ამ ბავშვს ემოციების შეცვლა თავის კომანდზე რა. თავისი ნებით. თავისი ნებით შეუძლია რომ შეცვალოს ნებისმიერი ემოცია და მივხვდი რომ შემიძლია იდეის ფილმად გადმოტანა და აგი არის საკმაოდ პატარა ასაკით, 19 წლის ხართ, ხო? 18. 18 წლის აგიო უკვე ამბიცია ფილმზე ძალიან საინტერესოა და ეს მომწონს კიდეც ჯენზის თაობაში ის გამბედაობა, რაც თქვენს თაობას აქვს. რატომ კინო, რატომ დაინტერესდით? თან ესეც სერიოზულ დონეზე, როცა ფესტივალზე, პიჩინგზე წარადგინეთ თქვენი იდეა, ეს ხუმრობა არ არის სერიოზული ამბავი. დაახლოებით 6-7 წლიდან ყოველთვის როდესაც ან რაიმე მაწუხებდა, ან რაიმე მქონდა სათქმელი, ყოველთვის ვიღებდი ან რაღაცა კამერას, ან ტელეფონს, ყოველთვის ვიღებდი რაღაც მოკლე მეტრაჟის სერიალებს, გასართობად, ან მარტო, ან ჩემ ბიძაშვილთან ერთად და ეს იქცა ჩემს რაღაც გზად, რომ ჩემი გზნობები გადმოვცე და გავაგზელე ძირითადად მონტაჟის მხრივ წავედი, მონტაჟის მხრივ მუშაობ ახლა და ახლა ეგ არის ჩემი საქმიანობა და ვიღებ რაღაც რეკლამებს სასტუმროებისთვის, რესტორნებისთვის და ან თვითნასწავლი ხარ ფაქტობრივად. აპირებ რომ ჩააბარო და მიიღო უმეტესობა. არა, სიმართლე რო თქვა, იმიტომ რომ მირჩენია რომ თექნიკურ რაღაცა ექსპერიმენტი ვაკეთე და მანდ ჩაბარება არ მომიწევს. რაც მაგას და ეკონომიკაზე ჩავაბარე, არაფერს შეიძლება ჩეკა, მაგრამ მაინც აგიო ქუთაისელი ხარ ხო? ქუთაისში ცხოვრობ, აქ დაიბადე, აქ გაიზარდე. მოდი გითხარი, რა მნიშვნელობას ატარებს ქუთაისისთვის, ამ ქალაქისთვის ისეთი ღონისძიება, როგორც არის კინოფესტივალი? სიმართლე რო თქვა, მე ამ ფესტივალის შესახებ გავიდე წინა წელს ვიყავი პირველად და ძალიან მეწყინა აქამდე არ ვიცოდი. იმიტომ რომ როგორც ფესტივალი დამთავრდა, ეს ერთი წელია, ყოველდღე ვფიქრობ, როდის დაიწყება. აი, სულ ფიქრობდი რომ როდის დაიწყება და რაღაცა ამ მიხდასავით ეცნება, იმიტომ რომ ასე ვერასდროს ვერ ვერთობით ქუთაისში, თითქმის როგორც ამ ფესტივალზე, იმიტომ რომ უყურებ ძალიან საინტერესო ფილმებს, გაიცნობ ძალიან საინტერესო ფილმებს, მე აი ძალიან ბევრი ადამიანი გავიცანი ამ სფეროში და ეგ ძალიან მომეხმარა ამ ვორქშოპსაც და ისედაც რომ ეს იდეა შემეკრა და ცოდნოდა რომ მე მართლა შემიძლია ფილმის გადაღება. თუ რაიმე ინტერესი გაქვს, ყველაფერს გიგვებებს, იმიტომ რომ ფილმები არის ნებისმიერ თემაზე და after-party-ები, თუნდაც კლუბებში, თუნდაც ბარებში, რაღაც ალაფრუშები, აი ძალიან სასიამოვნო გარემო არის რა.
არაფრით არ მოიწყე ამ რამდენიმე დღის განმავლობაში, როცა ფესტივალი არის და ჩემთვის ძალიან დიდ მნიშვნელობას ატარებს და რაღაცა სიმბოლოდაც იქნება ჩემთვის ეს ქუთაისის ფესტივალი რაღაცა. აი რომარა ფესტივალი ფაქტობრივად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იდეა ფილმის გადაღების შეიძლება არ მოსულიყო? შეიძლება მოსულიყო. იმიტომ რომ მე მართლა წინა წელს გავიგე, რაც მოყვები ისტორია, ჩემ ბავშვებს გავიგე წინა წელს და იმ ღამეს დამესიზმ რაღაცა ხილვასავით როგორი უნდა ყოფილიყო ეს ფილმი, ვფიქრობდი რომ იმ ღამეს ვფიქრობდი უნდა გადამეღო. მაგრამ დიდი როლი ითამაშა ამ ხალხმა, იმიტომ რომ ესენი იყვნენ პირველი ადამიანები, ვისაც გავუზიარე და მithეს რომ გამოიტანე შემდეგ წელს ვორქშოპზე ეს სცენარიო. დაიბადებოდა, მაგრამ ალბათ დავივიწყებდი და რაღაცა ისე გადავიტანდი იმ დეპრესიას, რაც მესმის. სხვა მხრივ. აი ახლა მაინტერესებს თუ ხარ მზედი დაბრკოლებებისთვის, რაც ახლავს ფილმის წარმოებას. გასაგებია, დღეს გავიგებთ პასუხებს, გამარჯვებული იქნებიან, არ იქნები, ნახოთ, როგორ იქნება პასუხები, თუმცა ის დაფინანსება, ეს ფესტივალი იძლევა, ესეც მხოლოდ სტიმულისთვის არის, იმიტომ რომ არ არის ბუნებრივად საკმარისი ფილმის წარმოებისთვის, სპონსორების მოძიება, ძალიან დამღლელი პროცესია, ამასთან იდეის მიმართ ერთგულება არ უნდა დაკარგო, მიუხედავად იმისა, რომ დროში გაიწელოს თუ არა ამისთვის. მოკლედ, ეს სახელოსნოაც ეხებოდა იყო ის, რომ არ მხოლოდ სცენარის განვითარება, არამედ როგორ შეიძლება მაქსიმალურად მცირე ბიუჯეტში ან საერთოდ ბიუჯეტის გარეშე გადაიღო ფილმი. გვასწავლიდნენ ყველა დეტალს, ყველა დაბრკოლებას, როგორ გადაჭრათ ეს დაბრკოლებები, მაგრამ მე მზად ვარ, იმიტომ რომ ყველაზე რთული არის, ერთ-ერთი ყველაზე რთული არის ბავშვი გადაიღო ფილმში და მე მიწევს ორი ბავშვის გადაღება. იმის მიუხედავად, რომ ჩემი შვილი არ რთულდება ძალიან სიტუაცია. არის ტექნიკური მხარეც, უნდა მოვიძიო ხალხი, ვისაც რაღაც ტექნიკა რომ ფილმში ძალიან საჭიროა ხმა, განათება, კამერა, ნებისმიერ რაღაც. ჭირდება რომ ვიქირავო ორი სახლი ამ ფილმისთვის, იმიტომ რომ ორ აივანზე ხდება მოქმედება და ნახოთ როგორ იქნება. ალბათ ერთი წელი ჩემს კარგი დრო არის რომ ეს ყველაფერი განმახორციელო ან რაღაც დანაზოგი გაკეთდეს ან რაღაცა, რა ვიცი. მაგრამ არიან ბევრი ადამიანები, ვისაც უნდა დახმარება და ძალიან მადლობელი ვარ მათი. იქნებ მომავალ წელს, როცა აქ ჩამოვალთ ქუთაისის კინოფესტივალზე, შენი ფილმი იყოს საკონკურსო პროგრამაში. ნახოთ აბა, წარმატებას გისურვებთ, აგიო, ძალიან დიდი მადლობა რომ მიყავით ჩვენს სტუდიაში. მოგესალმებით. ქუთაისის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალს ვესწრებით. დღეს 2 ოქტომბერია, იმიტომ ვაკონკრეტებ თარიღს, რომ დიდი ალბათობით ეს გადაცემა მოგვიანებით გავა. დღეს შედგება დასკვნითი ცერემონია, დაჯილდოება ფესტივალის. სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა ინდუსტრიული განვითარების ფარგლებში პიჩინგის კონკურსი. ძალიან ემოციური იდეები მოისმინეს ჟიურის წევრებმა. ჩვენმა მაყურებელმა უკვე იცის, რომ პიჩინგი ეს არის იდეების წარდგენა, ახალგაზრდა რეჟისორები თავიანთ იდეებს აცნობენ ჟიურის წევრებს და შემდგომ გამოვლინდება გამარჯვებული, რომელიც მიიღებს გარკვეულ დაფინანსებას. ინგა ღოღობერიძე არის ჩვენი სტუმარი, პიჩინგის ერთ-ერთი მონაწილე და სულ ცოტა ხნის წინ ბევრი ვიტირე, იმიტომ რომ მოვისმინე ინგას ფილმის იდეა, რომელიც ძალიან შემეხო, ძალიან ემოციური იყო ჩემთვის ახაც ვეტირება საუბრის დროს და მოგესალმები ინგა, მადლობა რომ დაგვითმეთ, რომ მოდი გავუზიარე ჩვენს მაყურებელს რა წარადგინე, მოდი ბოლომდე ბუნებრივი არ დავასპოილეროთ, იმიტომ რომ იდეა ფასობს და საავტორო უფლებებს ვიცავთ, თუმცა რა არის მთავარი სადგივარი თქვენ? ხო, ეს ფილმი არის იდეაში ძალიან მოკლედ ვიტყვი რა, ჩემზე და მამაჩემზე და ჩვენს ურთიერთობაზე, რომელიც იმ პროცესების ფონზე, რაც მიდის ჩვენთან ქვეყანაში, ხო, რაც ხდება, გვყავს უამრავი პოლიტიკური პატიმარი და არის პროტესტი ყოველ დღე, უკვე მე რამდენი დღეა, უფრო და უფრო მძიმდება და უფრო რაღაცა ხით ჩატეხილობას ვაწყდებით. არა მხოლოდ მე, ძალიან ბევრი ადამიანი ახალგაზრდა ეს რაღაცა იგაყოფა, ხო, ღირებულებების და ასე შემდეგ. ეს ფილმიც არის ამაზე, მაგრამ მიუხედავად ეს ბრაზი, რაც არის ეს იმედგაცრუება, ხო, რაც მაქვს და შეიძლება მქონდეს, მაგრამ ეს ფილმი მაინც არის უფრო იმ სიყვარულის ძიება, რაც მქონდა ყოველთვის მამაჩემის მიმართ, როცა პატარები ვიყავით და როცა ძალიან ბევრს მიღებდა, იმიტომ რომ ოპერატორი იყო თვითონ და ეთყობა იმ ვიდეოებსაც ეს რაღაცა სიყვარული ჩემ მიმართ და ინტერესი ჩემ მიმართ. და ეს ფილმი არის ერთგვარი ძიება იმ ახალგაზრდა მამის, რომელიც ძალიან
გავდა ოცნებებში, რაღაცნაირად ძალიან დიდ კავშირს ვგრძნობ მასთან და ზოგადად მე მგონია რომ კინო უნდა იყოს რაღაცნაირად სიყვარულზე დაფუძნებული, მაშინაც კი თუ კი რაღაცა პროტესტია და თუ კი რაღაც აგრესიაა. არქივის ვიდეო, რომელსაც მასალა, რომელსაც თქვენ იყენებთ თქვენს ფილმში, სავარაუდოდ მამამ სწორედ იმ ასაკში გადაგიღოთ, რასაც დაახლოებით ეგრე იქნებოდა, კი. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაღაცა საერთო ენა თაობებმა ერთმანეთთან მოძებნონ. მართლაც ემოციური თემაა ნამდვილად და ძალიან აქტუალური. ნიშანდობლივია ის, რომ პროფესიით არ ხართ რეჟისორი. თუმცა გადაწყვიტეთ 31 წლის ასაკში დოკუმენტური კინოსთვის ხელი მოგეკიდათ. აი მოგვიყევით ამ ნაბიჯის შესახებ. ხო, ზოგადად ძალიან მიყვარს კინო მხატვრულიც და დოკუმენტურიც და ვარ წერ სტატია ჟურნალისტი არ ვარ ასე, მაგრამ მეც ვწერ სტატიებს თითქოს ქალების უფლებებზე, queer უფლებებზე და ასე შემდეგ და მიყვარს ზოგადად ძიება, ადამიანების მოსმენა მიყვარს და ადამიანებზე წერა მიყვარს რა, storytelling-ასაც ეძახიან, ხო? დღეს აი მიყვარს იმ ადამიანების აღმოჩენა, რომლებიც ჩემ გარშემო არიან და შემდეგ მათზე მოყოლა. და შესაბამისად მე იმდენად მიყვარს კინო რაღაცნაირად და არასდროს არ მეგონა თუ შევძლებდი რაღაც სირთამამეს მოვიკრებ და მეთქვა რომ მეც მინდა გავხდე რეჟისორი და მეც მინდა ვაკეთო ფილმი და რაღაცნაირად ეს 1 წლის წინ იყო დაახლოებით როცა აი ამ მამაჩემის ამბების გამო ეს არქივების ნახვის და ამ რისერჩის შემდეგ მივხვდი რომ აი რატომაც არა რა იმიტომ რომ მინდა ძალიან და მგონია რომ ეს ამხელა სურვილი სადღაც აუცილებლად უნდა ხო გამოვიდეს აბსოლუტურად საკმარისია და ფიქრობ თქვენი ამბავი იქნება სტიმული ჩვენ ანუ სოციალურ მედიაში ზოგადად ჩემთვის არაპროფესიონალურად სულ ვიღებ რაღაცებს და მიყვარს თორსა კამერა მაქვს ხელში რაღაცნაირად ძალიან ბედნიერი ვარ ხოლმე მაგ დროს. ინგა ძალიან მაინტერესებს მამის რეაქცია როგორი იყო როცა დაელაპარაკე ამ იდეის შესახებ გაუზიარე იდეა დოკუმენტური ფილმის. აი pitching-შიც ეგ ვთქვი იდეაში ძალიან აი ყველანაირი რაღაცა ფიქრის გარეშე დამთანხმდა და ხო ნდობა ესე იგი ერთი ალბათ ნდობა და თან მგონი რომ თვითონ უყვარს ძალიან ეს პროცესი იმიტომ რომ აი ალბათ ყველაზე მეტად რასაც ნანობს არის ის რომ შეეშვა ფილმების კეთება არ მიყვა ამ გზას ბოლომდე იმიტომ რომ ნიჭიერი ადამიანი იყო ძალიან მე რაც მინახავს რაც ვიცი რაც მომისმენია მასზე რა და შესაბამისად მგონია რომ მისთვისაც მნიშვნელოვანია ეს არ არის რომ მე შეიძლება დარწმუნებული ვარ რომ სიმართლე ჩემ მხარეს არის მაგრამ ის თავის მხრივ ხო თავის სიმართლეშია დარწმუნებული და მგონია რომ როგორც მე მინდა მასთან რაღაცა გზის მიგნება რომ აი სად გადავიკვეთოთ ერთმანეთთან სადაც მარტო სიყვარული იქნება და არა ამხელა რაღაც აგრესია. მგონია რომ თვითონაც ეგ უნდა რა და რაღაცნაირად მგონია რომ ეს ფილმი იქნება ეს გზა ერთმანეთთან ვიპოვოთ ენა რა როგორც აი ვიდეოში ხო არის ვარც გჭირდება სიტყვებს ვეძახით ერთმანეთს და შეძახინებთ და ხო მე ძალიან მიყვარს მაგის გამო ეგ ვიდეო რომ მაშინ გვესმოდა ერთმანეთის სიტყვების გარეშე და ეხლა ბევრი სიტყვა და არ გვესმის ერთმანეთის. ინგა ნიშანდობლივია სტილზე მოგვიყვე როგორი იქნება ფილმის სტილი. ეს იქნება რაღაცა ესე ფილმი, ანუ დოკუმენტური ფილმი, მოკლემეტრაჟიანი, სადაც გამოყენებული იქნება ჩემი ბავშვების ვიდეოები, გამოყენებული იქნება მამაჩემის მიერ გადაღებული ძველ ფირზე, ახალ გვინეაში როცა იყო და მოგზაურობდა ის ვიდეო და იქნება ვიდეო, რომელსაც მამა გადამიღებს მე. სადაც ხო, ამას არ ვიტყვი, არ გაიგონოს არ მოისმენს. როგორ რა პროცესში იმყოფებით ახლა? უკვე დაიწყეთ, ბუნებრივად არქივის ვიდეოები უკვე გაქვთ, იღებთ თუ არა ახლა მიმდინარეობს? ჯერ არა, ეხლა რაც არის რომ ამ არქივის ვიდეოები უნდა გავაციფრულო, ხარისხი ცოტა გავასუფთავო, იმიტომ რომ ძალიან ძველი ვიდეოებია, პლუს ეს 16 მმ-იან ფირზე რაც არის, ეს არც მე არ მოგნახე, არც მამაჩემს. ანუ სულ პირველი იქნება, ეგეც გასაკეთებელია და ეხლა აქ ესეც ემოციური იქნება ამ ვიდეოს. კი, ხო, თვითონ ხო, ეგეც იქნება ამ ფილმში რა, ყველაფერი იქნება და ხო, არ ვიცი, ნახოთ რა გამოვა. წარმატებებს გისურვებთ. მადლობა ძალიან დიდი რომ მოგეწონათ და დაინტერესდით. მადლობა რომ იყავით ჩვენი სტუდიაში.